წინაზე რომ დუბაის დონატები გავსინჯეთ და რო გითხარით რომ დუბაის შოკოლადი არ მაქვს გასინჯული მეთქი. წეღან დაახლოებით 20 წუთის წინ გადავწყვიტე რომ გავსინჯო და გამოვიძახე. ოღონდ საიდან გამოვიძახე გონზარორი, იმიტომ რომ უბრალოდ ჩავწერე დუბაის შოკოლადი, რომელიც ღია იყო ამომიგდო და გამოვიძახე. ამიტომ საერთოდ არ ვიცი რანაირი იქნება. და ვნახოთ. ეს ესეთი. დაახლოებით გადავიხადე 42. ოღონდ მგონი 42 მოტანიანად და 35 თუ რაღაც ხირდა არ ვიცი. მაგრამ მოდი გავსინჯო. დაახლოებით დარწმუნებული ვარ რომ არ გავგიჟდები, იმიტომ რომ ზოგადად შოკოლადზე არ ვგიჟდები და ამაზე რატო გავგიჟდები არ ვიცი. უბრალოდ მაინტერესებდა. გაყინულია. მაინტერესებდა გასინჯვა და კი შენს გაინტერესებს? არის ასეთი. ასეთი. გაინტერესებს ეს? მოდი გავსინჯოთ ახლა. სუნი აქვს ნორმალური. პირველ რიგში რაც მომწონს არის ის რომ აქვს რძიანი შოკოლადი, იმიტომ რომ თუ ოდესმე შოკოლადს ჭამართ რძიან სხვანაირი საერთოდ არ მიყვარს. მაგრამ აი რო გითხრათ რომ ძალიან განსაკუთრებული გემოაქვს და ვაიმე რა ვჭამე და ვაუ ამდენი ხანი როგორ არ ვჭამე, ეგრე არ არის. ხო. ეს იყო ჩვენი ვიდეო, ძალიან მნიშვნელოვანი ვიდეო იყო. რო შევაჯამოთ, ნუ აი ერთხელ რო იყიდო რომ უბრალოდ გასინჯო, ოკეი, მაგრამ ამას მე ცხოვრებაში მეორე აღავიყიდი. სამორჩი წავედი. მოგოცეთ.